აგა ქვია ამ მოთხრობას თუ სვეტს თუ ესეს, რომელიც ბიოგრაფიულია ისე როგორც სხვა დანარჩენი. აგა. მეგობრის ახალ რომანს ვკითხულობ. ამობეჭდილ ფურცლებზე ვაკეთებ კორექტურას. საინტერესოდ მოთხრობილი მშობლიური თემაა. აფხაზეთიდანაა ამ ტექსტის ავტორიც, ქარდა ქარდუხი. ომის დროინდელი ამბები COVID პანდემიისას ეხლარდება. უფრო და უფრო იკვეთება ადამიანთა განსხვავებული და უვიწყარი სახეები და ხასიათები. აგა მთხრობელის საყვარელი და ერთგული ძაღლია, რომელსაც სეირნობას არაფერი ურჩევნია. რომანის წერას დადგომა და დაჯდომაც რომ უნდა, ამის შესახებ არაფერი იცის ინგლისურმა სეტერმა. ტელეფონი რეკავს, ქარდა. ანაკლიაში ვაპირებთ და ერთად წავიდეთ თუქცალიაო. ეგრე იყოს მეთქი. არ მინახავს ზუგდიდის რაიონის სანაპირო ზოლი. შამგონას არ გავცდენილ ვარ. მხოლოდ ინტერნეტით ვადევნებდი თვალს. ამ კლიმატური კურორტის კეთილმოწყობისა და ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამუშაოებს. არც იქაურ ციხეზე მაქვს წარმოდგენა. ანარკია რქმევია სოფელს ოდესღაც, რაც მეგრულად კივილს ნიშნავს. თავის დროს ლევანდადიანი აღუდგა თურმე წინ ტყვეთა სყიდვის სამარცხვინო ტრადიციას ოდიშში. მაგრამ ამაოდ კიდევ დიდხანს ისმოდა დედების რკია შუა საუკუნეების საქართველოს შავიზღვისპირეთში. ქარდამ ბევრად კარგად იცის ეს ყველაფერი. ისტორიკოსია, ძალიან კარგი ისტორიკოსი, თან პროფესიით მუშაობს. ხვალ მოვა, წაგვიყვანს და გიდობასაც გაგვიწევს. ახალ რომანზეც ვისაუბრებთ. საკმაოდ სუსხიანი და წვიმიანი დილა გათენდა. თუმცა არ ამგონია ამას შეგვაფერხოს. სულ მალე მგზავრები გზავრობისთვის შევიკრიბეთ და კიდევ ერთი ჩვენი სახუმელი მეგობრის, პოეტ შაკო ბაკურაძის სტრიქონი მახსენდება, გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი. პატარა ფოცსა და ჭალადიდის ჭადრებს გავცდით და მალევე გადავხვიეთ ხობისკენ. ოქროსფრად ღაღანებენ სურნელოვანი მიმოზები, ალაგ-ალაგ ხვდებიან მარტის ვარდისფერი დედოფლები, თვალის მომჭრელი არაღალანები და ჩინური კომშები. ზანტად მიირწევა საქონელი შეუღობავი სტადიონებისა და გატყიურებული ჩაის პლანტაციებისკენ. ტყვიისფერი ღრუბელი გაწოლილა ხობის წყლის შესართავთან. აგას დატოვებას ვსაყვედურობ ქარდას. არ შეგვარგებდაო მარწმუნებს. საუბარში ერთმანეთს ენაცვლება გზისპირა ტრაფარეტები, ორულუ, დიდი ნეძი, დარჩელი, უფრო და უფრო საგრძნობია ზღვაური. ანაკლიის ზღვისპირა მოედნიდან გრძელი, მორკალური საფეხმავლო ხიდი მიემართება განარჯიის მუხურისკენ. ენგურს გადაივლის, მარჯვნივ კუნძული და ციხეა, მარცხნივ ზღვა და საკვებ ობიექტად მოაზრებული უცხო კოშკი, რომელსაც ადგილობრივებმა ნიანგის თვალი დაარქვეს. 10 წლის წინ ნაპირზე მდგარს, დღეს საძირკველთან ელამუნება ტალღები. ამფითეატრიც ასეა, რამდენიმე პალმაც. ზღვა ხმელეთისკენ მოიწევს, ხან პირიქითაც ხდება. ცოცხალი არსებაა ზღვა, საითაც უნდა, იქითკენ გაიშოტება, საბანი არ ეყოფა თუ რა. აგას ნაცვლად ერთი დიდი და ფუმფულა ქუჩის ძაღლი მოგვაცილებს ხიდიდან, ნაირგვარი ნიჟარებით სავსე ნაპირზე კუნტრუშებს. პირველად ვხედავ შემოღობილ ზღვას. ხმელეთიდან გამოჭიმული ნავთული ზღობე პირდაპირ წყალში ჩადის. თითქოს არსაიდან გამოჩენილი კაცი გვაფრთხილებს, რომ ამ მავთულს იქით წასვლა არ შეიძლება. არც ფოტო გადაღება, ჩვეულებისა მეფრ კამერა მიჭირავს. ქარდა და ძაღლი ბეტონის რიკულზე დგებიან, აფხაზეთს გაჰყურებენ. გადახტი ცუგა, შენ არაფერს გეტყვიან, ამბობს ქარდა და ვფიქრობ, შეიძლება აგა ჰქვია ამ ძაღლსაც და ჯერ არ დაბეჭდილი რომანიდან გვიცნობს.